მოკლედ. Ძალიან მომენატრე. Hello. მოგესალმებით მეგობრებო. მე ელოა და თქვენ ხავთ ჩემს არხზე იმყოფებით. ამჯერად ვინაიდან ძალიან მოგანატრეთ თავი, ვიღებ ესეთი ტიპის ვიდეოს. ჩემ მეგობრებს გავუგზავნე კვიზი, რომელიც უნდა შევსვათ და ვნახოთ ეხლა ჩემს თავიდან რა შთაბეჭდილებები ჰქონდათ, ეხლა რა შთაბეჭდილებები აქვს, როგორი ადამიანი ვარ მათთვის. და ხო, უეც ვიდეო ავახოთ ლაიქზე. ქრაშების კვიზს გავაკეთებ. ამ კვიზს გავუგზავნე ჩემს ქრაშებს, ოღონდ აქ არის გულისხმობა celebrity ქრაშები, აქ გულისხმობა ნამდვილი მოკვდავი ადამიანები, მე რთული იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ უმეტესობასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ კონტენტისთვის მე ამ ცხოვრებაზე წავალ, დავიწყოთ. ზოგადად მეგობრები და ის ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებაში და ადამიანის ცხოვრებაში. ის მოგონებები, ემოციები, რასაც ერთად ვქნით, საბოლოო ჯამში ის არის რაც ვართ, ხო? ანუ რეალურად ვისთვის ყოფს ადამიანი. ამიტომაც მგონია რომ ეს ვიდეო ძალიან საინტერესო უნდა იყოს პირველ რიგში ჩემთვის და ამიტომაც ვიღებ. და თუ თქვენც მოგეწონებათ, თან შეძლებს რომ ჩემი პერსონალიტეტი, ჩემი პიროვნება უკეთ აღიქვათ, ეგეც ძალიან კაი იქნება. მოდი დავიწყოთ ახლა. სულ ეს კვიზი გავუგზავნე 10 ადამიანს, მინდა რომ ბევრად მეტს გამეგზავნო, მაგრამ ფიზიკურად დროში ვერ მოვესწრებოდა, ამიტომ ამის კიდე მეგობრების კვიზის მეორე ნაწილის თუ მოგინდებათ, დააკომენტარეთ, მაგას დავწერთ. და ახლა ეს კვიზი რას მოიცავს, მაგას უცებ შეგახედებთ. პირველ რიგში, ჰეი თუ ეს კვიზი მიიღე, ესე იგი ელოს მეგობრობა წყვეტა და ჩემი მეგობრობა. კვიზის იდეა ჩვენი მეგობრობის ასპექტების შეფასების გარდა საინტერესო და სახალისო YouTube კონტენტის შექმნაა. ასე რომ, მადლობელი ვიქნები თუ მაქსიმალურად გულწრფელად უპასუხებთ თითოეულ კითხვას. შეგიძლია სახელი მიუთითო ან ანონიმურად დარჩეთ. სად გავისვენეთ ერთმანეთი, სახელი, მე სად გავისვენეთ ერთმანეთი, პირველ შთაბეჭდილება რა დავტოვე, რამდენად უცნაური ადამიანი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უცნაური ადამიანი ვარ, რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, სამი სიტყვით დამახასიათებთ ჩვენი მეგობრობის ყველაზე ძვირფასი მოგონება. რამდენად კრინჯი იყო და ბონუსად რამე სხვა დავამატებდით. ვეცადე რომ ძალიან დაწვრთული არ ყოფილიყო, მაგრამ თან რაღაცნაირად დამოუწურავად ყოფილიყო. ანუ ერთდროულად გავუგზავნე მართალია მეგობრებს ეს კვიზი, მაგრამ პირველი შეავსო ნინამ. სადაც შევხვდით პირველად ერთმანეთს, სადაც გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ ონლაინ ლექციაზე, ხო, ნი არის ჩემი უნივერსიტეტის მეგობარი. იქიდან გამომდინარე რომ ონლაინ დავიწყეთ სწავლა თავიდან და შესაბამისად გულში გვქონდა ლექციები, მეგობრებიც მაშინ, ანუ უნივერსიტეტის პირველი მეგობრები შევძინა ზუსტად რომ ასე ონლაინ კომუნიკაციის საშუალებით, ამიტომ მე ძალიან მიყვარს ეს ონლაინი და რო იძახიან ონლაინ მეგობრობა და ეს დისტანციურად თუ არის ადამიანის პირადად ვერ დამეგობრდებით, სისულელია დამეგობრდებით. თავი რამხელა რესურს ჩადებთ მაგაში. პირველი შთაბეჭდილება, ზე კომუნიკაბელური. ხო, ჩაობერი თუ არა რაღაც ჩატი გავაკეთე, ალბათ ისე ვინ მოხვდით ხო აბიტურიენტებოდ ხო რაღაცა მთელი ამბებში ვიყავი და ძალიან ბევრი ხალხი გავისანი ეგრე. უცნაური ადამიანი ვარ 3, ახლოს ვარ 8. ოკეი, კაი, გასაგებია. დამახასიათე 3 სიტყვით. კომუნიკაბელური, ანუ ნიარ, სად კენ გოგო ხარ და ეს კომუნიკაბელური ყველა ბრუნვაში რო გეხმარა რამე ახალიც რომ მოგეფიქრებინა, არა. მოგონება, რომელიც ყველაზე ძვირფასია, რა მოგონება, ჭერძო აღმასრულებელი, გემზე რო დავდიოდით ერთად და მჭადები გიწესწრინი, პრინციპში უკვე უამრავი. ხო, ჭერძო აღმასრულებელის ისტორიას კიდე ეხა გვერ მოვუყვებით, რო არ მეყოფა, ნიაშენზე პირველი გემი მახსენდება. იმიტომ რომ მუშტაეთში რო გემია, მეგობრებო, სასწაულია, თქვენც გიჩვენთ, რომ წადით რეკომენდაციაზე, რომ გემზე წავხვიდეთ და ეზიაროთ გემის დიდებულებას. ანუ წყალში არ არის, ოღონდ ჰაერში რო გემია გაკიდებული, ეს მაგას გულისხმობ ხალხო. ხო, საყვარელი ხარ. მადლობა, შენ საყვარელი ხარ, ნია, მადლობა რომ დაგვითმე. ჯორჯ რეიკი არის შემდეგი, ესეც უნივერსიტეტის მეგობარია. გიორგი ქართულად რო ვთქვათ. შენს ჩატში დავამატე. ხო, რო გითხარით, რომ ჩატებს ვაკეთებდით, ხო? გიორგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც მაგ ჩატში დავამატე და უნივერსიტეტიდანაც მე მგონი პირველი გიორგი გავიცანია. ტიპური იმერელი. ანუ ეს არის ძალიან დიდი კომპლიმენტი ჩემთვის რა. იმერელი რო ვარ, ეგ ფაქტი არ ვიცი სხვა რეგიონში და დაბადებულიყავი, როგორი ვიქნებოდი. იმიტომ რომ მგონია რომ იმერეთი არის ყველაზე თბილი, სიყვარულე. ის არ გაიგოთ ეს რომ სხვა კუთხეები არ მომწონს ან რაღაცა ანტიპათიით ვარ განწყობილი, ან ეგრე საერთოდ არ უბრალოდ ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს. კაია რომ იმერელი შეთაბეჭდილებას ტოვებს, ეგ კაი ადამიანი ვარ მართლა. მოსაწონი უნდა ვაკეთოთ, ყველაფერი ავას სული თუ ვაკეთეთ. აი, შემდეგი. უცნაურზე 5, ახლოს 10. ერთ-ერთი არ გეთანხმები. 3 სიტყვა, რომ კი ბატონო, ანუ ჩემს მიზნებს და ინტერესებს მივყვები. უკრინჯესი იყო, მადლობა. ვარჯიში და სწორი კვება. კი ბატონო, ვარჯიში და სწორი კვება მეგობრებო, მე დავიწყე ვარჯიში და სწორი კვება და თქვენც გიქნებთ რომ დაიწყოთ. ანუ სახელი მე დამარქვევ და მოდი ოქტოპუსს დავარქვევ და დავიწყოთ.
ან თან ეს ოქტოპოსი ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენი მოგონებები თუმცა ოქტოპოსის მიმართ არის, ეხლა ვიტყვი მაგასაც რატო. სად შევხვდით ერთმანეთს, მოკლედ მე და ოქტოპოსი სად შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი ნებით სულ შევხვდრივართ მომკიდეს ხელი და აი ელო სულ პადალა იყავი რომ გნახე. მაშინ სულ არ ვიცოდი, ახლა ელოს მეგობრობას პატივი თუ მექნებოდა. ხო, მე და ოქტოპოსი ძალიან დიდი ხანია ვიცავთ ერთმანეთს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილის დეიდაშვილი არის ოქტოპოსი რა და აი ესე ბიცოლად ჩემი საშუალებით გავიცანი და მაშინ რა თქმა უნდა კი ვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ძირითადად მაშინ როცა ბიცოლასთან ვიყავი ან რაღაცა დაბადების დღე იყო, აი მაგ შემთხვევაში მიკვეთებოდით ხოლმე და მომავალში თუ ესეც საოცარი მეგობრობა და გვაკავშირებდა კიდე და ესეთი კარგი რაღაცა მოგონებები გვექნებოდა, ეს ხო მაშინ არ წარმოგვედგინა. მაგრამ ძალიან სულ უნდები ოქტოპოსსაც, რომ ძალიან დიდი მადლობა ბიცოლას, რომ ესეთი საოცარი მეგობარი მყავს მის საშუალებით. უნიკალური, აქტიური, პირდაპირ. კრეატიული ძალიან. ოკეი, არ გონია რომ ძალიან კრეატიული ვარ, მაგრამ მადლობა მაგისთვის. პირდაპირ, ჩემი ერთ-ერთი ღირსება მგონია არის პირდაპირობა, რაც ხშირ შემთხვევაში გადაწყობ, შეიძლება გადავიცვალ ხაშობაში, თუ გადამდის ბოდიში, რა ვქნა, კაი. ჩვენი მოგონება, რომელიც ყველაზე ძვირფასია. ერთს ფიზიკურად ვერ გამოვარჩევ, ძალიან ბევრია, მაგრამ შენთან პირველად რომ ვიყავი ამოსული თბილისში და თავზე დავიმხეთ ყველაფერი. გაცისხლებულის პირველი ჩაწერა მახსენდება ახლა. ანუ ოქტოპოსი ძალიან გვიყვარს და მაგანა დაგვაახლოვა საბოლოო ჯამში რა, ესე შეიძლება ითქვას. ჩვენი ოქტოპოსის ძებული შექმნილი ყველა მოგონება ხომ უზომოდ მიყვარს და ბოროტი ხურებები რო არის ხო. კი, გაცისხლებულზე გვაქვს ხოლმე ჩვენი ბოროტული ხურებები იქ მე ვიცით ხოლმე აქ უბრალოდ და ერთხელ და ბონუსად ვინც ამ ვიდეოს უყურებთ გამოიწერეთ ელოს YouTube არხი 2 წამის ამბავია თუ არ დაგიზარებათ Instagram-ის გამომყევით თუ შეიძლება TikTok დაიგდეთ თუ გინდათ ვიდეოც დალაიქეთ ხო ვიდეოს თუ დალაიქებთ ვიმეორებ ქრაშებსაც გავგზავნი quiz Hello პროაქტიურად დაიწყე ქალბატონო ვიდეოს დადება თუ შეიძლება ხო ანუ უნდა გავაქტიურდეთ თქო ვიძახი მაგრამ რაღაცას ვაკეთებ და ამიტომ мотиваციაც მაგერა. ამიტომ ვიდეოს თუ დალაიქებ, мотиваციაც მექნება რომ გავაგრძელო კიდევ სხვა ვიდეოების გადაღებაც. აღმოჩნდა რომ მეხსიერების სერიოზული პრობლემა მაქვს და ცოტა ძალიან boring პასუხები მქონდა, მაგრამ არ აუშავს ხომ? ესე ლავიო თუ არ იყო საერთოდ არ იყო მასაწყენი პასუხები, პედიქი ძალიან კაი პასუხები იყო, მეხსიერების პრობლემები ვაფშე არ გაქვს, მე უფრო მაქვს მეხსიერების პრობლემები. მოკლედ დავუჯერეთ მე გამოიწერეთ ჩემი არხი და იყავით გამოწერილები. Cringe. შემდეგ ადამიანი ასევე ინკოგნიტო არის აფროდიტე, რომელიც ჩვენი კომენტარებში შეხვდებათ, რომ შეხვდეთ, იმიტომ რომ ჩვენი აქტიური გულშემატკივარი გახლავთ. და აფროდიტეც გავიცანი უნივერსიტეტში. და კი ბატონო, ონლაინ გავიცანით ერთ-ერთი, მაგრამ თესეუს ექსკურსიაზე ვიხილე ქალბატონი ელო, რომელიც უსათნოესი აღმოჩნდაო. შევეძლებ ონლაინს წერვა მეგონეო, მაგრამ ადამიანი რეალში უნდა განსე. და რეალში რას ფიქრობს აფროდიტე? არ ვარ წერვა? ლამაზი კეთილი და არავის არაფერს არ შეარჩეს. ეს კეთილი და არავის არაფერს არ შეარჩეს, ალბათ მესამე სიტყვა. ლამაზი მადლობა. უხმეს მადლობა აფროდიტესკან, სიყვარულის ლამაზის ღმერთისგან, ჩემთვის ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია. კეთილიც. ზეუბრობ ხო? არავის არაფერს არ შეარჩეს. დიახ. თუ რაიმეს დამიშავებთ, დარწმუნებული იყავით, რომ მე და სამყარო აუცილებლად უკან დაგებრუნებთ ამ ყველაფერს. და ხო, ჩემთან დატაკებას კლდეს დაიტაკოთ ჯობია. კრინჯი იყო რა. მეც მენატრები ქალბატონო ხო და გავიდეთ სადმე გინდა? დაუვი. სალი სხვადასხვა იცნობთ. აი წინა ვლოგში ვიყავით მე სალი და ბარბი. ხო და ბოლო 5 წუთში არის ფაქტობრივად ჩვენ მთელი გაცნობის ისტორია და შეგიძლიათ თუ უფრო კონკრეტულად და დეტალურად დაგაინტერესებთ გადახვიდეთ და მოусვინოთ, მაგრამ ეხლა მოკლედ გეტყვით. შევხვდით პირადად იყო ზესტაფონში, მაგრამ სალისათვის მომდი ონლაინ ზუმიდან. პირველი შთაბეჭდილება რამხელა ძირიანი ბოტასი აცვია ამ გოგოს ეს ნეტა ჩემი კურსელი ხო არა ყველა ჩატში რომაა არ იყო ეგეთ მაღალძირიანი სულ რაღაც 3-4 სანტიმეტრი იქნებოდა მაგრამ სალომე ახაც გეტყვი რომ რაღაც ზომების აღქმაში პრობლემა აქვს ძვირფასი ინტელიგენტი და კეთილშობილი ოხ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძვირფასი შენ ძალიან ძვირფასი ხარ ინტელიგენტი ვაიმე და კეთილშობილი როგორი სიტყვებია უბრალოდ მოგონება ყველა დღე შენთან ერთად განსაკუთრებით ზესტაფონის ხე ბანგეტი და გრედო ბანგეტის და გრედოს ვლოგებიც მიდევს ასე რომ ეგეთ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი კრინჯი იყო რა ბონუსად მიყვარხარ გაფასებ მეიმედები stay strong girl ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის მართლა სიყვარულით მავსებს ახლა ეს ყველაფერი როგორი კარგი მეგობრები მყავს. ან მე ძალიან კარგი არ ყოლივენი, მაგრამ მადლობთ.
შემდეგი დუტჩი, ანუ დათში კითხება, მაგრამ მე დუტჩს ვეძახი რა და აქაც დუტჩს ვიტყვი, რა თქმა უნდა და ვიდით და შემისწორეთ. ეხლა დუტჩი არის ჩვენი შემდეგი მეგობარი. პირველი შთაბეჭდილება მეგობრები ყველა ამ ადამიანებიდან ოქტოპუსის გარდა ყველა ონლაინ ყავს გასწავლილი და შემდეგ იმედი იქნება ვინმე ვინც ონლაინ არ გამიცნია ხო თორე თქვენ გეკონებათ რომ მე რეალურად ადამიანებს არ ვიცნობ და არ ვიმეგობრდები. ეგრეც არ არის ახლა მთლად. პირველი შთაბეჭდილება არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი კეთილი ბავშვი თან მე ხო დიდი ვარ, ან ეს მართლა ბებერია ხალხო. მე მიკვირს აქამდე როგორ ახერხებს, რომ ტონუსში იყოს, ანუ ადამიანის სახე კონდეს, მე მგონია რომ უკვე წელში მოხდილი რაღაცა მართლა დიდია, ანუ 3 უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, 2 დოქტორანტურა. So much later that the old narrator got tired of waiting and they had to hire a new one. დიდი ვარ, მეორე შთაბეჭდილება იყო უცნაური, რომ არ გახსოვდეს საერთოდ, ანუ თავიდან გაგიცანი მეორედ. ანუ ზოგადად ძალიან ცუდი მეხსიერება მაქვს და ეს რაღაც ზუმში თუ ვიყავი შემოსული და ეხლა მახსოვს რომ ზუმში ვიყავი რაღაც კითხვარი გავაკეთე, მაგრამ მაგის მერე თუ ურთიერთობა არ მქონია, რეალურად არ მიმახსოვრებოდი, იმიტომ რომ ეგრე მარტივად ადამიანები არ მომახსოვრდებიან. უცნაურობაში 5, სიახლოვეში 8. ან 7. მე 7 ვიტყოდი უფრო მეტად. 3 სიტყვით, 3 სიტყვამდე ჩემი აზრით რაოდენობრივი პასუხები ზემოთ არ ვარგა და რატო არ ვარგა მე ძალიან მომწონს. შენ თუ არ მოგწონს და დაგევარსა არ ნიშნავს რომ არ ვარგა. ციფრები არაფერს ნიშნავს, როგორ არ ნიშნავს სიტყვები ხარისხს რომ რაღაც სკალაში საზღვრავ, ანუ ციფრები ყველაფერია. ეგ არის ჰუმანიტარების პრობლემა რა. აზრზე არ ხარ. ციფრებს რამხელა ძალა გააჩნია. სიტყვები გულწრფელი, ენამახველი, თვითკრიტიკული. სამივეს ვეთანხმები. და სამივე მომწონს. თვითკრიტიკულობის კომპონენტი განსაკუთრებით მგონია რომ ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე ზოგჯერ ნამეტარი მომდის, ამიტომაც ზღვარი უნდა დაიჭიროთ. მოგონება, ონლაინ მოგონებები გვაქვს უფრო ხშირი, ეს ფინალი პროცესი იუთუბერობა რო დაიწყე. და მეც გულშემატკივრობდი, რომ გეცადავ. იუთუბერობის იდეა რომ მქონდა და ძალიან მომწონდა და აღწევილი რომ ვიყავი. მაგასთან გამიხილავ სადღაც 2 წელი ხო და ეგ იდეა, მაგრამ რაღაცადო. აი რიგი დაბრკოლებებისგან ვარც დავიწყე და არც მიცდია. ხო და როგორც იქნა რომ გადავწყვიტე, მაგაში სხვებთან ერთად ჩასულით ძალიან ხო. და მადლობა მაგისთვის თუ აი ოდესმე წარმატებული იუთუბერი ვიქნები. აუცილებლად დაგიფასდება აი ყველაფერი. კრინჯი იყო რა. ბონუსი რომ ხელ ბონუსი უწერია. 27 წლის ხო 27 წლის არის ხო ძალიან ბებერია. დაბალი გიორგი. ხო, ეს ადამიანი არ უნდა ყოფილიყო აქ, მაგრამ ტვინი წაიყრო სადმე მაინც ჩავსვიო, ხო და დაბალი გიორგი ყავს სტუდიაში. ჯერ არ ვხილავს მაგის რქონას ჩემი თვალები და ძალიან კარგი ვარ ვხილავს და ვერც იხილავს. ვაუ, ოკეი. 7 უცნაურში 7 და სიახლოვეში 5. 5-ას არ ვიტყოდი 3. 3 სიტყვა ყველაზე ლამაზების ადმინი. Facebook-ზე ჯგუფი გვაქვს, რომელიც ადმინიც, ანუ შემქმნელი გახლავართ მე. არიან ყველაზე ლამაზი ადამიანები. ასე რომ თუ გინდათ რომ ყველაზე ლამაზ ადამიანებში თქვენც იყოთ, აუცილებლად შემოგვიერთდით და სადღაც აქ ამოვანათებ ჯგუფს და დაგვემატეთ. ლევანი ჟაბქნაძე, გვარი არ იყო საჭირო ლევანი, მაგრამ მადლობა რომ ეცადე დაწერას. როგორ და სად შევხვდით რომელიმე ლექციაზე, სემინარზე. ვა, ეს წითურით ანალოგიური რეაქცია მქონდა სხვათა შორის, იმიტომ რომ უნივერსიტეტში რატომღაც ბევრი წითურები არ ვართ. მე წითური არ ვარ თქვა, მაგრამ წითურში გავდივარ. 3 სიტყვა ჭკვიანი, მეგობრული და კეთილი. ძალიან დიდი კომპლიმენტია თავდაცვით ადამიანისგან ეს სიტყვები. გმადლობთ. ნუ ეხლა ჩემი გამომწერები ვიქნება რომ მართლა რას მეუბნებით ხალხო, ყველაფერი ეს ვარ და რატო შეგყავთ ხალხს ეს თამაში ვერ ვიგებ. ეს გახლავთ სულხან აბაშიძის შთამომავლობის გიორგი ბერდისძე, ალბერტ ციფურიშვილი. ახლა კრეატივი ალბერტ. პირველად შევხვდით რომ დავიბადეთ მთლად დაბადებით არ შევხვედრი ვართ, მაგრამ სადღაც 3-4 წლიდან ალბათ გავიცანთ ერთმანეთი. პირველი შთაბეჭდილება გაფუჩქულ, გაძეძილ, წითურ, თმიანი გოგო რა საყვარელია. პირველ რიგში მადლობა და მეორე რიგში გაბუჩქულ, გაძეძილი არასდროს არ ყოფილა, რა სულ დავარცხნილი. ბუჩქი არ არის ჩემი თავი, როგორც ხედავთ, სწორით მაქვს. გაბუჩქული არასდროს არ ყოფილა რა ალბერტ. მაგრამ მეც მადლობა. ამ სიტყვა ჩემი ცხოვრებისა და უშუალოდ პიროვნების ნაწილი. აი მადლობა. მოგონება რომელიც ყველაზე წერდებში წამათრია, სადაც მარიამი შემიყვარდა, რამაც კარდინალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ანუ მიხარია თუ ჩემმა ძალმომრეობამ და ძალმომრეობით საქციელმა რაღაც დადებითი შედეგი გამოიყო თქვენი ცხოვრებისთვის, ბატონო ალბერტ. ასე რომ მოგაყოფ ჩემი თავით. კრინჯი, უკრინჯესი, ბონუსი რამე. მადლობა რომ ამხელა ძალისხმევა ჩადეთ. შემდეგი ბოლო ადამიანი, ფანცა.
და დაბადებიდან მართლა ერთად ვიყავით სკოლაში, ბაღში, მე მასწავლებლებში, ანუ აბიტურიენტების პერიოდში და მე აქაც გაიყო ჩვენი გზები, იმიტომ რომ გვანცამ წერეთაში ჩააბარა, თან დაოჯახდა, მე აქაც წამოვედი, მაგრამ ეხლა ყავს საყვარელესი ოჯახი, პატარა შეეძინა, პატარა გვაქვს და ხო, სამწუხაროდ ეს ურთიერთობა ვეღარ გვაქვს ხშირი. მაგრამ ერთმანეთისთვის დარწმუნებული რომ ძალიან დიფასები ვართ. ეხლა განსხვავებაა და მოინტერესებს. სად შევხვდით? იმდენად პატარა ასაკში შევხვდით ერთმანეთს, სიმართლე გითხრა, რაც მახსოვსო და რაც არ მახსოვსო, დამადარებული ვიყავ. უცნაური შვიდი, აი ადამიანის ბავშვობიდან იცნობს, სამხელო ფულას მიწევს უცნაურობაში. იცის რა, იცის. სამი სიტყვა, კეთილი, საყვარელი და ერთგული. ძალიან დიდი მადლობა. მოგონება ალბათ ის მომენტი, როცა მასწრებთან ერთად დავდიოდით. ინჯი საერთოდ არ, ბონუსად წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ვინც კვიზში ავსეთ. იმისთვის რა არა მარტო კვიზში ავსებთ, არამედ იმისთვის რომ შემთხვევაში ხართ და კიდევ სხვებს, ვისაც ამ ვიდეოში სამწუხაროდ ვერ მოგიწიათ ყოფნა. ვისაც მეგობრები არ გყავდათ და ეხლა ჩემი გშურთ. მეგობრები არ გყავთ და ეხლა ჩემი გშურთ. ბოდიში რა გავაკეთო? აუცილებლად შეეძინათ მეგობრები, იმიტომ რომ რაც არ უნდა იზახოთ რა ასოციალური ვარ, რაღაცა ინტროვერტი ვარ, ყველა სჭირდება მეგობარი და ინტროვერტად კი ჭირდება მეგობარი. მეგობარი მარტო იმისთვის კი არა რომ გაერთო, იმისა რომ რაღაცა ისწავლო მაგისგან, განვითარდე და უკეთესი გახდე. მგონია რომ ჩემი მეგობრები მეხმარებიან მაგაში, მეც ვეხმარები როგორც შემილია. ეს კვიზი საბოლოო ჯამში ძალიან დადებითი იყო და ისე რაღაცა უარყოფით დაგეწერათ. რავი. ხო და მოკლედ, სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისათვის მეგობრებო. თუ 500 ლაიქს ავალოთ, აუცილებლად გადავიღებთ ქრაშების ვიდეოს. ეხლა კი დაგებშობებით და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. ნახვამდის.